აი ესეთი ხედი მაქვს სამზარეულოდან. გამარჯობა, ჩამოვედი ძალიან მაგარ ადგილას ალგეთის წყალსაცავთან. ძალიან მაგარ ხეზე ვარ, ერთი ვიდეო გადავიღე, სახლი მანქანის ტური და რადაჟ და ყველაფერი ეგენი გადავიღე და ეხლა არის 5 საათი. ამოვალაგოთ. რეები გვჭირდება. ვაკეთებ პასტას. ჩედარი, heavy cream. ტომატის პასტა. ესე იგი. ზეთი გვინდა. და მაკარონ, აქაც სუნელი მაქვს, ნიორი გვინდა უეჭველი. მქონდა სამზარეულოში დიდი. ესეც გამოვკეცოთ. ესეც ავკეცოთ. რა მაგარ ხედზე მაქვს სამზარეულო. პირველ რიგში წავაძროთ ამას თავი. ტაფა მინდა. მოვიღოთ კიდე. ეს დაგჭირდება საწური. ფაცკილი. პირველ რიგში მოდი დავიწყოთ მოხარშვა რა. მე მინდა მარილი დანაც მინდა, ნივრის საჭყლეტიც მინდა, რომ ვურიო ამით. გავასუფთავოთ. ესეთ ნაგვისურნა მაქვს. გადმოსაკეცი. გავასუფთავოთ ხახვი. ხახვი გასუფთავდა. მინდა ნიორი, რიკვილი ნიორიც მინდა. ნაგვისურნა ძალიან სტრატეგიულ ადგილას მაქვს, იმენა საუკეთესო ადგილას სულ შემთხვევით. მე საერთოდ ბევრი საჭმელები არ ვიცი რა, საერთოდ ზოგადად ბევრი საჭმელი არ მაქვს გასინჯული. ეხლა ეს მოდი ნახევარს დავჭრი, ნახევარს შევინახავ. ეს დანა შემთხვევით ამოვიდე. ავიღოთ. წესიერი დანა რიცხვებში ჩავაგდე. ეს აღარ გვინდა ნაგავში. რო საჭმელების კეთება არ ვიცი მე და თქვენთან ერთად ვსწავლობ და პირველად ვაკეთებ რაღაცეებს. დავანაწევრო. მაგრამ გემოების ნობა კარგად. ბარა მეორე ნიორიც მოყომარდა. ნიორი ძალიან მიყვარს. წავიდა გასარიცხებში ესეც. ამოვიღოთ. ბარე მამასაც გავხსნი. სანამ წყალი გუხდება. აი აუ ნაგავი არის, აი ეს ნაგავი ამ სახმანქანაში ყველაზე მაგარი რაღაცა. აგვიდუღდა წყალი. ეხლა დავინიშნავ 12 წუთს და სადღაც 5 წუთიდან უკვე ტაფის გამზადებასაც დავიწყებ. მარილის დავამატე კინაღამ დამავიწყდა აუცილებელი. ეგა 5 წუთი დარჩა ამას. ეგა შეხურდეს ცოტა. ეს უნდა ამეკეცა. და ესენიც ესე უნდა ამეკეცა. ამის მოგამი ესა კიდე კაი არ დადნა. ეს შეთვა მოდი. ჩავაგდებ. ვიდან ნიორი. ეხლა ჩავრთავ გამწოვს. ცოტა ყავისფერი გახდეს ნიორი და ხახვი და მე დავამატებ ტომატს. მოდი ეხლა დავამატოთ ეს. წყალიც ჩავამატოთ ძალიან ცოტა. ამის კარგად გასახსნელად გვინდა და წყალი ალბათ ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეგრე იყო რეცეპტი. ამას რომ მოვაყომარებთ, დავამატოთ, heavy cream უნდა დავამატოთ. უატატაია, უასა. ამას რა თქმა უნდა ნაგავს ბუნებაში დავყრი და ბუნებაში დავტოვებ. რა კაი იქნებოდა ბუმის ბოთლები რო ეყაროს, წარმოიდგინეთ, მაგრამ პროსტა მწვანე ბალახია, რაც
არ ვარგა რა. სადაც გახვალთ მეგობრებო, ბუმი, ბუღა, კოლა, ყველაფერი რასაც დალევთ რაღაც, დავყაროთ. აი გამოდის. უკვე ვატყობ. ზეთი მგონი ცოტა მეტი მომივიდა და ესე რომ ამოვიღო. ეს არ ვიცი რამდენად მიღებული მეთოდია, მაგრამ გაამართლა ფაქტია. ეხლა უკვე ჩავყაროთ, მოდი. ეხლა ეს ყველაფერი არა, ეხლა მთავარი ინგრედიენტი. აუ ძალიან კაი გამოვა. გადნეს ეხლა ესეც. მივაყაროთ ცოტა პაპრიკა, შავი პილპილი. მივაყაროთ ორეგანო. დადნა. თებზეც არ ამოვიღებ ეგრევე ეტაპიდან შევჭა. ეს სუნელები უნდა მექნა, სანამ ამას ჩავყრიდი, მაგრამ დამავიწყდა, მაგრამ ეგეც არაფერი. უბრალოდ ცოტა შიგნით აი რგვალიმეებში, მაკარონის რგვალთავებში შეიყარა. არა უშავს. საჭმელებს ძალიან იშვიათად ვაკეთებ და მეპატიება. ეგა, გამზადებულია. თებზე ვაპირებდი ამოღებას, მაგრამ თებზე ამოღება არ მინდა მარტო. მაინც ჩემი საჭმელი არის. პირველი გასინჯვის ტესტი. რაღა მსოფლიო ჩემპიონატია. ეს კაი იმპორტულია. რაღაცნაირად წყალივით გახდა ლუდი, ეტყობა მარაგი არ ყოფნით და აკლებენ რაც საჭიროა და ამატებენ წყალს. ქართული ლუდები, აქ რაც იწარმოება. რაღაცები არის კაი, მაგრამ საერთო ჯამში მსოფლიო მიმენა გააფუჭა ლუდები საქართველოში. დაღამდა უკვე 11 საათია და მთელი დღეა გარეთ ვზივარ. ეხლა გავაკეთებ hot-dogs, ეხლა დავიწყებ hot-dogების კეთებას. ჩვეულებრივი პური, ზეთი, მაიონეზი, მდობი, ხახვი და ჩედარი. ერთ ვაფშე გავახვევ ფოლგაში და შევინახავ მაცივარში, ხვალისთვის. შეგაყინულია, მოდი ეგრევე დაბალ ცეცხლზე დავაგდებ. შეთბეს. ხახვი დღევანდელი, ესეც გაყინულია. აუ, გამწოვს ჩავრთავ ეხლა მე. და რაღაცები არ მინდა ეგრევე. მივაჭრი. ესე დავსერო. ცოტა ზით
ვადებ თავზე. ცოტა ხურებზე ვიდან. სანამ ახლა ეს იწება. მოდი ფარდებს ჩამოვკიდებ. წვას სანამ იწება. ჩამოვკიდებ პროექტორის ეკრანს და მე რამეს ვუყურო. პროექტორისთვის მზად გვაქვს ეკრანი. ნახოთ აქ რა ხდება. აი, შედარი. კარგად. Dogui. Kechupi არ მიყვარს მე. Kechup-ის გარეშე უჭამ ხოლმე ყველაფერს. ყველი ეწვეთება. დღევანდელი დღე სულ ეს იყო. ეხლა 1.5-ს ამას შევჭამ. თან შუქს ჩავაქრობ და აქეთ. ამას ვუყურებ. ჰოთ-დოგებს გავუშვებ. ამ სერიას ვუყურებ და დავიძინე ფორმეტი პირველი გახდება რა. და ხვალ დაგიბრუნდებით. გავიღვიძე გათენდა. ხლა არის 10 საათი. მეძინა რამდენი? პირველისკენ დავიძინე, ძალიან ბევრი მეძინა. ესე კომფორტულად არ მძინებია რავი. აი. ყავას გავიკეთებ. და მე ისევ გავალ დავჯდები მთელი ამ ხედზე. ეა. ეხლა გეტყვით პირველ შტაბეჭდილებებს რა. ერთხელ ვარ ამ მანქანით სადღაც დარჩენი, მაგრამ აქ არაფერი არ გამიკეთები, არც მაცივარი დამჭირვები, არა პროსტა დავრჩი და დავიძინე. მაშინაც ძალიან კომფორტულად მეძინა. ეხლა 10-ჯერ კომფორტულად მეძინა, რატო არ ვიცი, მაგრამ ამ მანქანაში როგორ კომფორტულადაც მძინავს, ისე საერთოდ არ სადარ მძინავს რა. რაღაცნაირად ისა რა, თან რო იცი სადაც გძინავს 10 მაგაც ასიამოვნოა. და ეხლა პირველი შეფასებები ამ მანქანის. საჭმლის კეთება ძალიან გამიმარტივდა ამ მანქანაში მიუხედავად იმისა, რომ პატარა სივრცეა და თან რო არ ვიცი საჭმლის კეთება ყველაფრის აჯერ აღება, გამოღება ის მიწევს, მაგრამ მაინც კომფორტულია რა, ესე ორგანიზებულად ვერ ვაკეთებ საჭმელს. ჭურჭლის ერთხაც ძალიან გამიმარტივდა. მეგონა რომ პატარა ნიჟარა როა, ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ ქვაბის, ტალფაც, რავი, ყველაფერი უმარტივესად. დენიც ეხლა შემილია ეკოფლოუს მზის პანელით. უცებ დავტენო მზეში, მაგრამ დღეს დარჩენას აღარ ვაპირებ და არ მჭირდება. ეს სისტემა რამდენი ხანი მქონდა ჩართული. მაცივარი და საყინულეზე მქონია ჩართული. არ ვიცოდი კვერცხი და რაღაცეები ყველაფერი გამიყინა, ჩიჟბის გაკეთება მინდოდა, მაგრამ თუ ყავასზე გადავაგორებ დღევანდელ დღეს. პომპა ვამუშავე დიდი ხანი. რო რეცხავდი საჭმელის კეთების დროსაც, საჭმელის კეთებამდეც რაღაცეები ჩართული მქონდა.
ეგ კომპოზიტენს მოიხვარს და მაგიტო ვთქვი. მთელი ღამე მქონდა ჭერში ვენტი ჩართული. გამწოვი რომ სუსუფთა ჰაერი მქონოდა რა. კიდე პროექტორი მქონდა 1 საათნახევარი 2 საათი ძილის წინ YouTube-ს უყურებდი. კიდე მეტი დენი არაფერი არა, თორე იმასაც ჩავრთავდი. ტელეფონი დავტენე 10 ჯერ, იმიტომ რომ ძველი ტელეფონი მაქვს, iPhone 13 Pro Max-ი მაქვს და ძალიან მარტივადი და თან მით უმეტეს ვიდეოებს რო ვიღებ. და ეგეც 10 ჯერ დავტენე, მართლა. არა 10 ძალიან ბევრია. მაგრამ ბევრჯერ დავტენე. და მთელი ღამე თან შეერთებულიც მქონდა ტელეფონი. და კიდე იმდენია დარჩენილი, რომ რავი დღეს მეყოფა. ჩემი აზრით, ბუნებაში გამოსვლა ვისაც გიყვართ, გესიამონებოთ ესეთი მანქანა. რაღაცნაირად უფრო კომფორტულია პატარა სივრცეში რაღაცების კეთება. გრძაღლი გამოვარ და ტყიდან. ცუგო. აჰა. ტყეში შემოვედი და ნანგრევია რაღაცის და რუკაზე ვნახე ეკლესია. ავედი თბილისისკენ, ძალიან კაი იყო და ძალიან ყვაყოფილი ვარ ამ მანქანით. გამოიწერეთ რა არხი, ძალიან გთხოვთ რა. იქიდან რომ გამოვედი, გავხიე ბორბალი. არ მაქვს დანგრატი. ახლა ველოდები თბილისიდან დახმარებას.